მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანის განსასწრებას შინახართ. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი, ის ადამიანები, ვინც ნეულებაში ხართ, რაღაცა ვინც სასუწაკვეთაში ხართ, აი იცოდეთ, რომ აუცილებლად გამოიდარეთ და არ აყვეთ არაფერ ცდუნებებს, რაღაცა და განსაკუთრებით დღეს მინდა მოვიკითხო პატიმრები. პატიმრები, იმიტომ რომ ყავს მამაო, რომელიც აი რა ვიცი, ციხე არ არსებობს რომ და პატიმარი რომ რომელსაც არ იცნობს, რომელიც არ იცნობს მამა გაბრიელი გაუგია ყველას აბსოლუტურად და აცენეთ ასოცირდება ეს ადამიანი ჩემთვის იმასთან რომ აი ყველა გაჭირებულს კართან აკაკულებს ხოლმე და ძალიან მინდოდა რომ მომეწვია აი თითქმის მთელი თვე რამოდენიმეჯერ შევთავაზე რომელი საათი რაღაცა და აი ესე დავითახე დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობზანების საწყისში დაგლოცეთ ქრისტე ღმერთმა დაგლოცოთ გაკურთხოს ღმერთმა წარგემართოს სიკეთე ჩემი ეს კეთილი განზრახვა ადამიანთან კეთილისთვის მიტანა და ნუგეშისცემა ეს არ არის მარტივი იოლი და ძალიან დასაფასებელია და მოხარული ვარ რომ მეც რაღაც ჩემი მცირედი წვლით და მოგეფერო დიდი მადლობა მოგესიყვარულო იმ ყოველი კეთილი საქმისთვის სადაც შევაკეთებ არაერთ ადამიანისთვის დიდი მადლობა პირიქით მამა აი მართლა დიდი მადლობა თქვენ რომ ესეთი მაგალითები ხართ რომ მართლა სადაც არ უნდა ვიყო აბსოლუტურად სადაც პატიმარია რაღაცა სულ ყველგან ხართ მამა აბსოლუტურად და რა მინდოდა იცით მეკითხათ რომ ეხა ვიცი რომ ძალიან ბევრი პატიმრის აი კამერაში ჩაირთო ტელევიზორი და აუცილებლად ყველა უყურებს ამ გადაცემას და აი რას დალოცოს აკურთხოს და ჯანმრთელობა პირველ რიგში მინდა უსურო თითოეულ პატიმარს ესა ყველაზე მთავარი და თავიანთ ოჯახებში დაუბრუნდნენ სახსალამათი და მამა აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე რა ყოფილა რომ აი რა გიგრძნიათ აი პირველად რომ პატიმართან მიდიხართ აი რასთან არის დამოკიდებული და რა იცლება მე ადამიანის ცხოვრებაში როცა აი ამ ტყვეობაში ხვდები ხო, იცი, ალბათ არეთ პატიმართან მქონია ურთიერთობა და ყველაზე ძნელი არის აი ეს პირველი ეტაპი პატიმრობისადაც ერთ დღეს გაშლილი სივრციდან ის ხდება რაღაც 16-20 მაქსიმუმი 30 კვადრატი ტერიტორიის ტუსახი მას იქიდან გასვლა არ შეუძლია თუ თანამშრომელმა კარები არ გაუღო საჭმელი არ მიაწოდა ანუ აბსოლუტურად უსუსური არის და იწყება საკუთარ თავთან ჩაკეტილი ბრძოლა თან ეს არის ფიქრობთ რომ არის ერთეულების იგი ყველა ადამიანს ეს აქვს სანამ გაივლისიმ პირველ ადაპტაციას ამ ჩაკეტის სივრცესთან ყველა სუჭირს. მე ეჩვევიან ნელა-ნელა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან რჩება, ის რაღაცის გამო უსვამს კითხვას თავის თავს, რა მოხდა, როგორ მოხდა და ეძებს ძებნას და ხშირ შემთხვევაში ამ ძებნას მიყავს ის ღმერთთან. და აი ყველანაირად ცდილობს, რომ ჩაუღრმავდეს ღმერთი, რომელიც ყველას გულში არის. და გონებით მას არ ვეძებთ, სანამ რაღაც განსაცდელს არ დაუშვებს უფალი ჩვენზე. მე ვხვდებით, რომ თურმე უფალი ჩვენთან არის და რაც არ უნდა განსაცდელი იყოს, პატარა სივრცე ჩაკეტილი იყოს, ჯულღმურჩიც კი რო იყოს, სადაც სინათლის შუქიც კი არ შემოდის. ღმერთი ხო ყველგან არის. და ამით ეძლევა იმედი იმისა, რომ ის ღვთის შვილია, ღმერთს ის უყვარს და მიუხედავად იმ ჩადენი დანაშაულისა თუ დაბრალება არ ნამშრომლობა აქვს ეს უკვე მეორე ხარისხოვანია აი ეს სხვა ის არის მე არც პროკურორი ვარ და არც ადვოკატი პატიმართან მივიდე რა დააშავა თუ არ დააშავა ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანი აბსოლუტურად ჩემთვის მთავარია მას ნუგეში ქონდეს იმისა რომ მიუხედავად ყველაფრისა ღმერთი მასში არის და ღმერთს ის უყვარს და არ უნდა დაშორდეს მას და იწყებს ლოცვას, იწყებს ღმერთის ძიებას, საკუთარი თავის შებეცნებას და ბევრი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღმერთზე მადლობა უთქვამს, რომ მე რო აქ არ მოხვედრილიყავი ღმერთს ვერ შევიმეცნებიო. ასე რომ ათასობით შემთხვევა შემიძლია 19 წლის განმავლობაში არეთ პატიმართან მქონია ურთიერთობა, გავიხსენო და რაღაც მაგრამ
აი ეს დასაწყისი ყველას ერთი აქვს. სტარტი. ხო, აი დასაწყისი იმისა, რომ წარმოიდგინეთ რა არის ციხე, ხო, პატარა სივრცე, სადაც ჩვეულებრივი რიგითი ცხოვრება მიდის. უბრალოდ ეს როდესაც გარეთ ავართ, ქალაქში ვართ, სოფელში ვართ, ამ მნიშვნელობა აქვს ეს გაშლილია და არ ჩანს. იქ პატარა სივრცეში ანუ მინი ოჯახია, მინი ქვეყანა, ყველაფერი პატარა არის და ყველაფერი ჩანს, ყოველი სიტყვა სხვანაირად იზომება იქ და ნათქვამი როგორც პატიმრის მიერ, ასევე პატიმართან. აი მქონია შემთხვევა თქვათ, რაღაც მისაუბრია პატიმართან, გასულა რამოდენიმე თვე, ისევ შეხვედრი ვარ, მოფერები ვარ და აი მამაო რომ მითხარიო, ის რატომ მითხარიო? ახლა არ გინდა გაიხსენო მისთან როგორ თქვი ხო? ანუ ყველაფერს აკვირდებიან. რომ ჩაგატილი სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო სხვანაირად შეხედო. გარეთ არ მიაქცევ ყურადღებას, გაშლილია, ჩვეულებრივია, შეიძლება სიტყვა ბოდიში ამ გამოთქმის წამოისროლო ისე რა, ხუმრობაში გადო. იქ ესე არ არის. ხო. გივი ლოცვაც. ლოცვის დროსაც სხვანაირი მობილიზება ხდება. აი მქონია შემთხვევა თქვათ უთქვიათ ბიჭებს რომ აი პატარა ოთახია ვერ მაქვს იმის საშუალება რომ აი რომ ვილოცო თქვათ ჩემს გარდა ხუთი კაცია და არ ვერ ვახერხებ დისკომფორტი რო არ შეუქმნას ხო სხვას რაღაცნაირად მეთქი არა უშავს თქვენ შინაგანი ლოცვა გააძლიერეთ ქრისტეს ლოცვა იესოს ლოცვა თქვენ გულში იყოს ხო დროს გამონახავ რომ ჩაუღრმავდე და ლოცვა შეიყო ხონია შემთხვევასაც ერთს დაუწყია ლოცვა საკანში თავიდან ისე შეუხედიათ სხვა თანასაყელებს და შემდეგ ამდენიც ყოფილა ყოველას ლოცვა დაუწყია ბელანა კი ყოფა მაგალითის მიმცემის ყოფილა აი ხონია შემთხვევა რომ თქვათ ახლა თანასაყელებს უთქვია შენ ხოლო ცულობ და შენ რაღაც იქ საგანშრომელთან რამ თქვა ხმამაღალი საუბარი გაკვირვებიათ შენ ანუ თინო თანასაკნელიც კითხავს სხვანაირად უყურებს ლოცველს კი უკვე ყოფილა და უთქვია რომ იცი რა იმამაო თვითონ ხო აი მაგიმით შენ ხოლო სვაში ხარ და ანუ ნუქთხო რა ხო ნუ ხო ხათაშორის მამაო თქვენი ხა წეგან თქვით რომ ხშირად არის ხოლმე რომ მოყვებაო ადამიანს წინაცხოვრებაო წეგან რომ საუბრობდით რა წინაცხოვრებიდან აი რაღაცნაირად არის ხოლმე მე ღმერთი უშვებს რომ შეიძლება თავის გამოცდილებით მე შენ დაგარიგოს ეხლა ვინც სასულიერო პირი გახდა რომელიც სიტყვაზე რომელმაც იცი სიტყვაზე ციხე რაღაცა უფრო ბევრად უფრო სხვანაირად დახვეწილები არიან სხვა მხრივ სხვა ვერ ვთქვი გამგებლები არიან გამოცდილება აქვს სხვანაირი და ტყივი ნახე რაც არ უნდა კარგი ექიმი იყოს თეორიულად მან იცოდეს აი ანი და ჰოი და დაავადებისა მას მაინც არ შეუძლია თანაუგზნოს ავადმყოფს ისე თუ მას არ გამოუცდია ეს ტკივილი ეს ჩვეულებრივია კი მან ის ექიმია ის თანგადაყვება დასავლი აქვს თავის პრაქტიკა ყველაფერი და რაც თავის თავშია მისცემს იგივე არის სასულიერო პირებიც ხო როდესაც მას გამოვლილი აქვს ეს ხოვრება მანიც ის რას ნიშნავს კარები დაიკეტა და თუ არ გააღო თანამშრომლო კარები შენ ვერ გადიხარ შენ ვერ ახარ ხო იმ ხუთევს კაცთან ნუ შეიძლება არ გააჩნია რამ ხელა საგანი შეიძლება მარტოც იყო შეიძლება ნუ მაქსიმუმ 30 კაცი ხო იყო საგანში მაგრამ შენ შეზღუდული ხარ ყველანაირად ეს კვებიდან დაწყებული გარეთ გას ყველაფერზე შეზღუდული ხარ ხო და ეს რო გამოცდილი გახარ მე რო ხვდები პატიმარს და ვესაუბრები ქრისტეზე ვესაუბრები ღმერთზე ვესაუბრები იმაზე რომ შენ იცი რა ღმერთი არ მიგატოვებს კი ეს უეჭველია მე გულწრფელად ვეუბნები ამას და რითაც შემიძლია მე მას თანაუგზნობ მაგრამ როდესაც ამას ეუბნება ის პიროვნება ვისაც ეს თვითონ გამოცდილი აქვს და იცის რა ხო ის იმის სიტყვას კიდე სხვა ძალაც აქვს მისთვის ვინც ისმენს ეს ერთი და მე მეორე სხვანაირად თანაზიარია იმ ტკივილისა იცი ბევრჯერ მქონია ჩემო გიორგი აი განსაკუთრებით პირველ პერიოდში როდესაც მე დავიწყე სიარული 2006 წელი იყო საერთაშორისო სისტემაში
აი ყველაზე მძიმედ ჩემთვის იყო ახსაქმელი, როდესაც მოვდიოდი და მე მშვიდობებოდნენ. ხო, აი მე გამოვდივარ, კარები გაიყო, გამოვდივარ, ბაბა ბიჭებო ყარათი ყავდი, ხო, ნუ ღიმილით დავემშვიდობე, მაგრამ აი მაგათ თვალებში სახედობა ყოველთვის მერიდებოდა, იმიტომ რომ მე მოვდივარ ჩემს ოჯახში, ჩემს მეგობრებში, ქალაქში, თავისუფლად და ის იქრჩება. რჩება ტკივილთან, დარდთან. ხო, ან ბევრჯერ მქონია თქვა, აი რაღაც უჭირს პატიმარს და მithქვია რომ ეკელოდებიან შენები და რაგენ არა უთხარი კარგად დავარ. არაფერი გარეთ ოჯახის წევრებზე დარდი არის, რომ არ ინერვიულობ, რომ ვერაფერს ვერ შეცვლის გარედან მისი ოჯახისა თუ რა თქმა უნდა თუ სამალი არ ჭირდება რაღაცა, მაგრამ არის რაღაცა მომენტი, რომელსაც ვერ შეცვლის ტკივილს ვერ შეცვლის და რომ საუბრობ და რომ ვეუბნები მეთქი რამე გინდა არა უთხარი ჩემებს რომ აი კარგად დავარ, მხნეთა ვარ, არ ინერვიულო. ანუ დარდი იმისა რომ ის გარეთ მის არ მისი ოჯახის წევრები იქ არის. თან როგორ გითხრათ აი ხშირად ახლა ჩემს სამეგობროში ის თქვა უთერთობა მაქვს ნუ მქონე აი ამდენი წელია დადიხარ და ნუ რითაა დაიღალე რაღაც გვახსოვდეს რომ იქ მყოფი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს კიდე ერთხელ ვამბობ მე არ მაინტერესებს დანაშაული სიმძიმე არანაირად რა თქმა უნდა იქ მყოფი ადამიანი ისეთივე ღვთისკნილება არის როგორც გარეთ ნებისმიერი მოსეროდამენი და არტის უნდა დაგვეწეს რაც გვიმზადებს ცხოვრება არავინ არ ვიცით აი ყოფილა შემთხვევა ერთი ახალგაზრდა ბიჭი კაცი დაღლილი სამსახურიდან მოდიოდა და წათვლიმა ავარია შემთხვევა და სამწუხაროდ ორი კაცი გარდაიცვალა. სულ რაღაც 3 წამი ხომ? აბა, და როგორ შეიცვალა რადიკალურად? და თელი ცხოვრება ხო? და როდესაც საუბრობდით, აი ყველაფერს მივცემდი რომ ის 3 წამი არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაშიო. არა იმიტომ რომ ციხეში მოხდა არა. ამ თავისი აი ფიქრო სახლამდე აი ახლოს შევა მალე მივალ, არ დაისვენა. და მოხდა ეს ამბავი. ასეთი ბევრია, როდესაც თქვა მქონია ურთიერთობა თანამშრომლებთან. და ხშირად მithქვი რაღაცა რატომ თხოვ შენ მან მოიქცეს რაც წერია ხო მაშინ ზედმიწევნით ხო მას ეს ცხოვრება როდემოდა აქ არ მოვიდოდა ხო ისე ლოგიკურად ხო ნუ ეს მისი ცხოვრების აზრით თუ რაღაც დათხოვა არც ვაკნინებ და არც ვაღმერთებ ყველას თავის შეხედულება აქვს მაგრამ როდესაც ადამიანი მაინც ცხოვრების წესი ცხოვრობს ისე რომ ამისთვის შეიძლება ციხეში მოხვდეს და შენ თანამშრომელი მას თხოვრი იცი და უნდა ეცხოვრო ასე და ასე მას ესე ცხოვრება როდემოდა აქ არ მოვიდოდა ხო არის რაღაც რომელიც უნდა გაათანაბროს ხო როდესაც შენ სამსახურში მიდიხარ იქ უნდა ეცოდო შენ არ მიდიხარ იქ საბავშვო ბაღში და არ სკოლაში ხო იქ სხვა ადამიანია სხვა კატეგორიის ხალხია რომელსაც სხვანაირ შეხედულება აქვს თუმცა სხვები არიან ისინი რომელსაც შემთხვევით მოხდნენ აი ყველა ჩვეულებრივიც აი ხშირად მithქვია მე ჩემ მეგობრებისთვის დახურულ ადგილას ისეთივე ჩვეულებრივი ცხოვრება როგორც გარეთ უბრალოდ გარეთ ეს არ ჩანს არ ცუდი და ასე გაშლილი არის დამალვა უფრო იოლია იმიტომ რომ დიდი სივრცე არის და იქ არაფერი არ იმალება არ არსებობს შენაც უნდა ითამაშო ეს თამაში ადრე თუ გვიან არ გაიხსნეს ანუ რაც ახარ აი სარკია რა ციხე რა სახელსაც მოგცემს ის ახარ ცხოვრებაში ხო ეს კარგად კი ხო იმიტომ რომ ჩანხარ ხო შეიძლება ერთი დღე ითამაშო ორი დღე ერთი თვე მაგრამ ნუ როდესაც ერთი და იგივე ხდება ყოველ დღე და
ადამიანი ყოველ დღე ერთმანეთს ვერ ითამაშებს. ბუნებრივად ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება სიახლე და თუ რაღაც ვერაყვები არ არსებობს, ხო? ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას ჯანმრთელობა უსურვები, რომ შენ ყველას ვისაც ვეუბნები განსაკუთრებით ვინც დახურულ სისტემაში არის, ხო? გაუთხიდი ჯანმრთელობას, ბევრი მოძრაობა, ჰაერი და ლოცვა და იმის ფიქრი რომ ნუ გეშათ ქრისტე არის და არასდროს არ მიგვატოვებს ქრისტე. აბა. აუცილებლად თან საპყრობილეში როცა ხარ, იმიტომ რომ აუ დამნახა რეალურად რო აღვიქვათ, ხო, ეხა სახელმწიფომ რაც უნდა დაარქვას, ჩემთვის ის არის უპირატესი ადამიანი, ჯერ პატიმარი რო არის სტატუსი მაძლევს იმას რომ უფლებას რომ ჩემთვის იყოს ყველაზე პატივცემული, იმიტომ რომ სახელობაში პირდაპირ გიწერია ვიყავი პატიმარი და არ მომინახულეო. და როგორ სადიყავი? სადიყავი, როდის ნახავ პატიმარი და ერთი პატიმარი თუ არ მოინახულე, მე არ მომინახულეო. ხო? იბატო. პირდაპირ. ხო. თან მამა ადამიანები არიან, მამა, იქ რომელსაც უბრალოდ, აი მეც იგივეს ვაშავებ ის პოლიციელიც ის ვიღაცაც აშავებს. უბრალოდ იმას მოეთხოვა და იმისი რაღაცა სიტყვაზე იმის ცოდა გამჟღავნდა და დაიჭირეს თორე. იგივენაირად შეიძლება მეც ვიყო იმ რაღაცაში ჩასასმელი, რომ რა ვიცი და სხვა შორის ეფრემასტორის ცხოვრებაში არის. ისაც მას ცილი დასწამეს. და დაიჭირეს. აი ხო. ხო, აი ტვინვაში ჩავარდა, რატომ ხო? და თავის თავთან რო დარჩა, როდესღაც და რო დაუფიქრდა, რამდენჯერ იყო დასაჭერი. ხო. და რამდენჯერ იყო გასასამართლებელი და ღმერთმა დაიფარა. არა, მე აი ამ უბრალოდ ხო გამოეპარეთ, მაგრამ იქ და მოეთხოვა, ხო? და ამით თავის მართლება შეეშვა. მე ვიტყვი და არა, ეს დამნაშავე ვარო და როგორც კი არ შეიგრძნო რომ დამნაშავე ვარ, ღვთის წინაშეო, მაგრამ კანონზე არ ვთქვი კანონთან, ღვთის წინაშე დამნაშავე ვარო. ღვთის წინაშე არ მოვიქესორათო, აი მინდა დაიწყო შემდეგ მისი სულიერი ფერიცვალება და დღეს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია და ყოველ დიდმარხოვაში განსაკუთრებით, მაგრამ ყოველ დღეს მისი სიტყვები მომეც განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაც მისაჩემისა, ხო? საოცარი, ყველაზე მაგარი სიტყვა. კი, ანუ ეს გინდა ცხონება არ განიკითხო. და მამა თუ შეიძლება ერთი არ მინდა რო არ აღნიშნო გამორიცხულია რა, რომ ეკლესიის როლი რა ამ ადამიანებში და ჩვენი პატრიარქის ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ უსასყიდლოდ საერთოდ არც ერთ მღვდელს არც შემოსავალი აქვს აქედან. იმიტომ რომ თქვენ იყოთ კარგად. აი თქვენ ხართ ჩვენი ყველაზე ეკლესიის ყველაზე მთავარი საფიქრალი არის ყველა პატიმარი, იცოდეთ. იმიტომ რომ აი ჩვენთან ხო აი პატიმრობაში რო არის ადამიანი, ჩვენთვის არის უპირატესი. გარეთ ყოფზე მეტად შეიძლება ვიღაცები ისე მასშტაბურად ვერ შემოდიოდე, როგორც მამა გაბრიელი შემოდის, მაგრამ არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და ეკლესიას უყურებთ და პატრიარქისთვის რაც თავარი არის და ბევრი მღვდლისთვის ხართ ძალიან მნიშვნელოვანები და იგი იცოდეთ რომ თქვენი უიმედობა ამ ადამიანებს გულს უკლავს და ღმერთს უკლავს ბევრი რიგში, იმიტომ რომ თქვენ ღმერთს იმედი არ უნდა დაკარგოთ პატიმრობაში, სადაც არ უნდა იყოთ, აი სიკვდილის ბოლო წამიც რო იყოს, იქაც არ კარგავს ადამიანი იმედა. მით უმეტეს პატიმრობისას არ დაკარგოთ და აუცილებლად თქვენთანაც გამოიდარებს, აი მართლა გულით მინდა რომ მოვიკითხო ეს ადამიანები ძალიან მაგარი ხალხიზიან მართლა მამა აი საოცარი ნაღები ჩვენი საზოგადოებისა დიდი მაგარი მოაზროვნე ბიჭი ეს არის ჩემო გიორგი მე ხშირად საუბარში აღმენიშნავს თვითონ შიგნით საოდესაც ქონია ვართ განათლებულები არიან განათლება არ ნიშნავს მხოლოდ წიგნის საკითხობას და არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რაღაცა ის არა. განათლება ნათელი გონება სხვა რაღაც არის და ის ნაკითხობაა და განათლება კიდე ნათელი გონება. აი ბევრჯერ წუხილითაც აღნიშნავს მათთან სხვა შორის ეს რომ სხვა თვითონ მათთან რომ ალბათ რო არა ცხოვრების რაღაც მონაკვეთებსაც შეიცვალა თუ ჩვენ ყველანი ანგელოზად ვიბადეთ ბავშვები ვარ და მოდივართ ბავშვობიდან და ყველა ბავშვის მშობლის სურვილია რომ მისი შვილი გაეზარდოს რაღაც წარმატებულ ადამიანად, ხო? და
ვინ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში და ცხოვრება იმს მევამბობ ამ დახურულ სიუციდან გამოს. ხო, არ თვითონ დახურულ სიუცეში. წარმატებას მიაღწია რა წარმატებაზე მაქვს საუბარი. ის ხალხი, ვინც იქ რაღაც თავი შეიცნო. ავტორიტეტი არის, სიტყვა ეთქმის. ისინი აბსოლუტურად უმრავლესობა იმათი ალბათ უყუროს მე არ შემხვედრია ესეთი, ვინც არ იყოს ღრმად მოაზროვნე. და სხვაზე მზრუნველი უნდა იყოს. თქმა უნდა. სხვაზე მზრუნველი თუ არ ხარ. ვათ მოზმორობთ, ცხოვრება მისე მოიტანა, რომ სხვა გზის წავიდნენ, თორე ალბათ საზოგადო მოუაწე არანაკლებით ნებოდნენ სხვაზე. რომ არ ყოფილიყვენ ციხეში და სამწუხაროდ ჩვენ და აი ამიტომ უნდა დავფიქრდეთ რომ შეახდება ხო და ამიტომ მე მქონია ხშირად საუბარი ხალხთან რომ ცით რა ხალხო ნუ კი რაღაცაში ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში ან ზოგი დიდკაცობაში რაღაც შეესალა სხვა გზით წავიდა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის სხვაზე რამეთი ნაკლებია ან ინტელექტით ან განათლებით ან გონებით ან საქციით და პირველ რიგში საქციელით ღირსებით მე იმდენი ღირსეული ხალხთან მაქვს შენახვედრი იქ იმდენ ღირსეულ ხალხთან რო აი მithქვია რომ აი ეს მაცხოვრე ესე ღირსეულად ციგნებს სამოდენო პატიმრობს საოცრად და რაც შეეხება ჩვენ როლს ეკლესიის და განსაკუთრებით მისი უწმინდესობის როლს ჩემი თაობა შემოგიორი ჩვენ აი 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან უკვე ახალგაზრდობა სადაც ეროვნული იმით ავიტაცეთ ეროვნული მოძრაობის იდეები და სახელმწიფოება ქართველობა რაღაცა აი პირველი რაც მახსოვს ძველი გუბერსკის ციხე გაწოდებული ორთაჭალაში რომ იყო მახსოვს უწმინდესი რო შედიოდა პატიმრებთან სამღვდელოებასთან ერთად და ამ რა ქვია საკნებში ხდებოდა აღდგომას ულოცავდა შობას ულოცავდა და ეს კადრები რომ მეორდება ჩემ მეხსიერებაში იმ მომენტში შეიძლება ვერ აღვიქვამდი მეთქი ხო ჩვეულებრივი რიგითი დღე გეგონა ხო ჩვეულებრივი რიგითი დღე მეგონა რომ ახლა შედის ხო ანუ გეშა რაღაცნაირად მოვალეობა გეგონა ხო და ყოველთვის უწმინდესი ამბობდა ეს მეგონება 80-იანი წლების ბოლოდან რომ მოინახულეთ პატიმრები და ავალდებულებდა სამდელო და კარი გაგებით ავალდებულებდა შედით ხო შედით იარეთ პატიმრებთან და ამან ისეთი სისტემატიური სახე მიიღო დღეს უკვე ჩამოყალიბებული ის არის თავის სამსახური და მაგრამ აი ეს პირველი აი ნაბიჯები ამას უთაშორის სახელმწიფომაც მეტნაკლებად ხელი შეუწყო რომ მიცა ამის უფლება უწმინდეს და სამდელოებას რომ ეს გვეკეთებინა თუ აი ზვიადის დროს თუ შევარნადის დროს თუ მიშას დროს თუ დღესაც ანუ ის ხო ნუ როგორ რაღაცა არის იცი იმის რომ პატიმართან ურთიერთობა არ ხონოდა მგდელს ამას ვერ დავაბრალეთ. რა იყო როგორ იყო მას სხვა კი არის მაგრამ ის რომ არა იქ მამო რა იყო იცით მაპატიეთ ერთი სიტყვი მაპატი რახანს ახლა მაგ მიმართულებით წაიყვანეთ სხვათა შორის ჩვენმა ტელევიზიამ გააკეთა ის რომ იქაური კადრები გამოიტანა რასაც უშედეგო ხო ანუ ხდესთან ურთიერთობა ქონდა მაგრამ ეხლა რომ ღიად გელაპარაკება ესე ვერ დაგელაპარაკო ვერ მოგესალმებოდა ნორმალურად იმიტომ რომ იქ შეიძლება მე შესული ხონდა და შენი მამაოს რა უთხარი და მოეკლათ ცემით ხო და ძალიან ცუდად ექცეოდნენ ეს კიდე ცალკე პრობლემაა პატიმარს რომ ადამიანი ცუდად ექცევა ეს არის აი ყველაზე დიდი დანაშაული თუ რამე შეიძლება ჩაიდინოს ადამიანი თავის ტკივილიყო არ ყოფნის კიდე შე რომ უმატებ შედალოცული აი ეგეთ ადამიანებს ჩემის აზრით ვინც პატიმრებს ცუდად ექცეოდა არ ვიცი აი პატიმრობაში ძალიან მეწოდებიან ეს ადამიანები მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად სხვა განათლების კურსებს ჩაუტარებდი თუ ადამიანი როგორ უნდა შეიცნო როგორ შეიძლება პატიმარს თვითონ პატიმარიც ცუდად ექცევა ეგ პატიმარიც არ მიყვარს მამო როგორ შეიძლება ეხა იქ რუსთავში და იმაში ხანდახან შევალ ხოლმე ადამიანები აი რაღაც საოცრად ერთმანეთს მოსიყვარო და ერთობის ფასი იციან არა იქ პატიმარმა ერთმანეთის გატანა აი ხშირად ყოფილა თქვა შემთხვევა თქვა რომ იციან რომ ახლა რა
ავტომატურად მეგობრობ, აი მეტყვია ხა მამაო შეხო ნახულობ თქვა რაღაცა პეტრეს ან პავლეს ხო და აი ჩემგან მოიკითხე რა. სხვა არაფერი აი ის მაგალით ხო მოგითხა და მოხდა ნუ თავიდან ამას ვერ აღვიქვამდი ხო ნუ კაი მოიკითხე კი მაგრამ ეს იმხელა სიხარულს მატებს იმას ვისაც ვეუბნები ცილა შენ იქიდან მოიკითხა უყარ ხარ და აბა გამაგრდი ხო და მის სახეზე აი რას ვამჩნევ რო ვიღაცა მე მასზე ზრუნავს ლოცულობს ან ფიქრობს მასზე ხო ეს ხო სიტყვა ყველაზე დიდი ძალა ხო სიტყვას აქვს ხო სიტყვა უბრალოდ მომიკითხე ხო აი მომიკითხე რა დიდი სიყვარულით მოეფერი მომიკითხე და მეტი მე რა შემიძლია მოვიკითხო და კარგად დამთავრდა ხო ამას იკითხოს მაგრამ დამიფაროს რომ რა მიყოს მაგრამ ამას ყოველთვის აი ეს ასახმელად იმდენად ის არის საინტერესო ანუ გეშებელი რომ ხო ეს ბეჭდ ქონია თქვა და რაღაცა ბიჭო იქ მოგიკითხე და დამავიწყდა ვინ მოგიკითხა იცოდი რომ ახსოვხარ იმ ბიჭებს და გეხერებია რადგან სამწუხაროდ იმდენი არიანო ყველას ადამიანი თუ შეიძლება რაღაცნაირად აი ჩვენც რაღაცნაირად იმას გიხგანა ვინმე რამეს კი არ ამართლებს უბრალოდ ჩვენ ვიცით რომ იქ რო რაღაცა სტატუსის ქვემოთ იმყოფება იმ ადამიანს არ უნდა მოთხოვ რომ რაღაცა დააშავა რაღაც აი თუ შეგიძლიათ აი შეიძლება აი მე აქედან მინდა მართლა გულით მოწოდებას ავიდე თან თხოვნაც რომ იმას ქნა რომ ძალიან ბევრი ადამიანის ხელში არის ბევრი სხვა ადამიანი შეიძლება ერთი დაუწეროს და გაუშანა რაღაც თუ შეგიძლიათ ვიცი რაღაცა შეიძლება აი ამას გადავაბიჭოთ თუ ვინმე ეკლესიურები ვართ რაღაც აი ძირითადად ბევრი ზის ხოლმე რაღაცა ოჯახურ კონფლიქტზე რაღაც არ არის ლამაზი და ვიცი რომ შეიძლება მართლები იყოთ თქვენ ვინც ხართ გარეთ ან რავი შიგნით მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს როცა რაღაც დაშავდება მაგრამ გეხვეწებით დაუდეკით იმიტომ რომ თქვენ არის თითოეული გატარებული დღე რამხელა სიმძიმესთან არის დაკავშირებული და რამხელა ტკივილთან რა ეხლა დღეს ნამირეკა პატიმრები არიან ჩემი მეგობრები თომა და თუ არიან და მამა გარდაიცვალა ამბიცა თომას და ისე განვიცადე მე ძალიან მიყვარს რაღაც ოჯახის წევრები ვითრობ ხავს რაღაცნაირად და ისე განვიცადე რაღაცნაირად და როგორ ტკივილს განიცდი და წარმომიდგენი ხა ადამიანი რომელიც იქ არის და მამა გარდაიცვალა ხო უკვე ფიქრით მიდის რომ მე ნახე იქ რო ყოფილიყავი ნეტარი დამაშავებინა მასთან ერთად გამეტარი მე რაღაცა ფიქრი აწვალებს ხო იცით ბოლოდი ადამიანს და ეს რაღაცები ხდება მათ ყველა ცხოვრებაში რაღაცა და დავინდოთ ხოლმე ერთმანეთი უბრალოდ ეხლა ყველა სხვადასხვა დანაშაულზე ის მაგრამ დიახ ახალგაზრდა ბიჭი არის და რა დიდი ხარდას დაჭირილია და მისი დარდია ბაბუ აღავს და შეუახლა ასაკიანი ხო და არაფერი არ მინდა რომ მინდა რომ ბაბუს ჩავეხუტო ბაბუს მინდა ჩავეხუტო ეს დნათ ხო მეგდება მოფო ხა ვინ რა გააკეთეს ხო უფალია ყოველის მეთქია მიხვდებიან ხო მაგრამ ის ადამიანობა რო არის წარმოიდგინე შობელზემა საუბარია ბაბუ ნუ წარმოიდგინე ამდენად დიდი არის მას ადამიანობა რომ ბაბუა თქვა ესეთი ის ხონდა რა ქვია ანალიზები და ახლა მითხეს რომ საშიში არ არისო და იმედი მომეცა რომ ვნახავ და ჩავეხუტები ხო ეს ასუდა ადამიანური იქ რომ საუბრები პატიმრობს ხო იქ საუბარი ზოგადად ჩვეულებრივ რიგით როგორც ეკლესიაში მოსულა ჩემთან მრევლი იქნება თუ უბრალოდ საზოგადოების წევრი გვისაუბრია რაღაც ოჯახურ ტკივილზე ესეთი საუბრები გვაქვს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მე უმეტსაც გეტყვით აი ხშირად ყოფილა პატიმრები რომ არც ვიცი დატოზის არც მაინტერესებს თუ თვითონ არ მითხრა რაღაცა ხო ნუ დაჭერ დამთავრდა ის პატიმარია იქ დამთავრდა შემდგომ ყველაფერი ღმერთი ხო არ ხარ ცოტა რა უნდა მოგითხო იმას თავის გაჭირება და დაიხმო ხო სინანული ახსარება და ზიარება კი მაგრამ იმას იქით ადამიანური საუბარი მეგობრული საუბარი აი ხშირად განსაკუთრებით დახურულ სივრცეში რო არიან გასასამართლებელი და კიდე გასამართლებელი რომელს დაკეტილები არიან ზონაზე არ არიან ხო მათთვის ისიც კი თვეში ერთხელ რომ გამოვიდეს საკნიდან და გაგესაუბროს რაღაც სიახლე გითხრას ან სიახლე გაიგო შენგან იმიტომ რომ ყოველ დღე ერთ ამას ხედავს ხო და გამოვიდა იქ მანძილი რამდენი 100 მეტრი ხო აი არა ვიღაცა დაინახა ვიღაცას მიესწამლა
შენთან რაღაცა ახალი გაიგო ხო ესე სამხელა ამას აქ არ ვაფასებთ ახე შეუულებრივი გონია სან რა პრობლემა არის ხელი აუძე არა იქ მას სხვანაირ დატვირთვა აქ ხო აი სათაშორისო აი ძალიან მინდა რომ მართლა გულით მოიხსენიო საჟელასულების ის თანამშრომლები ვინც კარგად ექცევიან პატიმრებს და მაგარი გაიგო ძალიან კარგი და ისინი არიან მადლობა აქედან მართლა მთელი გულით აი გადაყოლი როგორ მახსოვს მალალეთკებში ვიყავიო ციხის უფროსი მე ხა ქსანში არის ეს ადამიანი ციხის უფროსა და ჩემი შვილის ტასაცმელი მქონდა ბავშვებისთვის ეგერ კიდე მამო რეზბანიცაზე არის ჩემი მოგვარი აღმოჩნდა დარასელია და არაჩვეულებრივი ადამიანი არიან ადამიანები რომლებიც სასწაული ხალხი არიან აი კიდე იმაში მატროსოზე არის კიდე ბატონი ახო აი ბევრი არიან ზარა ესე ვერ ჩამოთვლი მაგრამ აი ყველას ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ თანამშრომლები თვითონ მამო არაჩვეულებრივი ხალხი არიან რაღაცნაირად გაწმენდილი არის და გალამაზებული არის და მადლობა მართლა ვინც პატიმარს კარგად ექცევით ყველას აი ჩემი ლოცვები და მოყოლები ყველას აქედან აი მართლა თვითონ პატიმრებშიც არის ეს როგორ გითხრა მადლიერების გზნობა იმ გაგებით რომ ის იქ რომ დგას და მუშაობს ის თავის საქმეს უაკეთებს ღირსეულად ხო ის პატიმარის მადლობელია მისი ხო დამოკიდებულება პატიმარსა და თანამშრომლებს შორის თქვენ რაღაც თანამშრომლობა არის ხო ერთმანეთში ხო ეს კარგი გაგებით იმიტომ რომ ის მოდის რომ მას მოიმსახუროს დაიწვას დაჭმელი ეჭამოს ყველანაირად ხო და ამას კი თავის ვალდებულება აქვს იმ თანამშრომელთან იმ ესმის რომ არ არის მარტივი სამესი ცხოვრება ხო რა თქმა ურთულესია კი ხო მაგრამ ის თანამშრომელი რომ მოდის ეს პატიმარი გზნობს როგორ იქცევა იყენებს ის მას ძალაუფლება აქვს შეუძლია ცუდ რამე გააკეთოს კი მაგრამ როდესაც ამას ძალას არ იყენებს ყველაზე დიდი ძალა რა არის ღირსების შელახვა ღირსებას არ გილახავს ახლა ეს კარებს ვერ გაგიგებ თანამშრომელი და წადიო ვერ გეტყვეს ხო მაშინ თვითონ გაჭდეს ხო მაგრამ კარებს დაუკაკუნებ და დაუძახებ მორიგე წამალი მინდა ან დამარეკიე და ის გეტყვეს კი გავაკეთებ ამას და გიკეთებს ეს პატივისცემას იწვევს პატიმარს რომ ანუ ძალიან ხო თორა იმსახურებს კიდევაც ხო რა თქმა უნდა და ყველაზე მთავარი მამო რაც არის რომ მათ ოჯახის წევრებს კარგად ექცევიან ხოლმე ისე მიხარია რომ აი ხან გადამიხედავს ხოლმე ისულა რაღაცა რომ პატივი ეცით გეხვეწებით სხვის შოუველს ეცით სხვის ის მომდიან ხოლმე ხო ყველაზე დამტკივა ხოლმე იქ რო შესაძლოა ბავშვო დავინახავ ხოლმე ხო თან მახსენდება ხოლმე რაღაცნაირად ჩემი ბავშვობა მამა ჩემის ერთი 13 წელი და საწყალი ცხონებული და 13 ჯერ მე მგონი მე ჯერიშ და პატარა რო ვიყავ შევყავდით ხოლმე და სულ ის ბავშვები მიდგა ჩემი თავი მიდგას ხოლმე იმ ბავშვების ადგილას ის გძნობები მამო კიდე მაქვს დარჩენილი რაღაცნაირად რა აი სასწაული ის არის რომ აი ეს ბავშვები დგანან იმას შესაძლოა აი თან წრემლი თან რაღაცა თან მიხარია რომ პატიმარი მიტოვებული არ არის და ვიღაც აკითხავს ამ ხელა ის არის მაინც ხო და ისა და აი მადლობა მართლა რომ ვინც ითვალისწინებთ რა და მართლა ადამიანო და კარგად იქცევით და ვინც იქცევით კარგად რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა და აი მართლა ჩემგან იქნებით ყოველთვის დაფასებული ის ადამიანები და სულ ცდილობ ხოლმე რომ აი იქიდან დიდი მადლობა გითხრათ ხოლმე იმიტომ რომ ბევრი არის და სხვადასხვა ამ გადაცემს უყურებენ ძალიან დიდი პატივისცემა იგრძნობა შენს მიმართ ბიჭებიდან რომ შედიხარ ახლა მინახი ხარ როგორც პატიმრებთან მაშინ რომ რაღაცნაირად გულშემატკივარს ხედავენ შენში რომ მამო მაგათთან ერთად მე რო შემეძლო ჩაუშლებოდი და არ იქცევია ხო აქედან გაწვდით ხოლმე რაღაც პადაჩებს კი როგორც ეხა ჩემთვის როგორც სასულიერო პირი ყველაზე დაფასებული არის ამ ქვეყნად ისე პატიმარის თვითონ სტატუსები არის ის რომ აი ადამიანს მამო ეგ არ ესმით რომ აი სტატუსია თვითონ იცი ჩემო გიორგი მე მქონია შემთხვევა როდესაც რაღაც განსაკუთრებით ეს ყველაზე ხშირი შემთხვევა ავარიის შემდეგ ხდება ბევრ პატიმრის ოჯახში რომ მოხვედრილ ვარ და უთქვიათ რომ აი პატიმრის ცხოვრება ვერც კი წარმოგვედგინაო თუმე როგორ იქნებოდა და
იქაც როგორი ღირსეული ხალხი თუნდაც ყოფილაო. ანუ ადამიანი ცხოვრობს, წელი ცხოვრება. ხო, უცხოა, მისთვის ის პატიმარია ციხეში, ესე დააშავეს იქ უნდა იყოს, ხო? მაგრამ იმის იქით რომ პატიმარს ოჯახი ყავს, დედა ყავს, მამა ყავს, ორი შვილი, ახლობელი, ხო? ეს შეიძლება შენზე კარგი. უმეტეს შემთხვევაში. ხო? აბა ერთი წამი შეიძლება რაღაცა შევიტანო, რომ მაო ჩვენ ეგ პრობლემა გვაქვს ხშირად, რომ თუ შენიანი არ დააშავოთ. კი, მაგას ვამბობ, ხო? სანამ მას არ მოაკითხა კართან და ჩაიმუხლა იმ გაჭირება. ეს ვერ აღიქვა, ვერ მიიღო. ხო? და იცი, ამათ ხშირ შემთხვევაში ამ 2006 წელს შემოგვიგუბარმა მთხოვა ერთ-ერთ ზონაზე წილვა ჩადამაყენებიო, მაშინ მე დავითნე ვიყავი. და ნუ გავყე პირველად მოხდი იმაში და ალბათ ჩემთვისაც ნუ ხო ნუ პატიმარი ხა კი რაღაცები ყოველია საახლოში პატიმრები რაღაც მაგრამ ჩემთვის ესე ვთქვათ ახლო ურთიერთობა არ მქონია ციხესთან და მასთან ზონასთან. ჩვეულებრივი ახლა ვინმე დაიჭირდა მეწყინებოდა, გამოვიდა და გამეხარდებოდა. მაგრამ როდესაც პირველად შევედი და იქ წირვას დავდექი, მე დავითნეობდა. მახსოვს იმათი სახე, როგორ აი შემოგციცინებიან. მე მთხოვეს ჩვენ ხო არ გვასწავლი მე დავითნეობას და ამით დაიწყო. ხო და მე როდესაც დაუმეგობრდი, ჩაურმავდი ხაური მას ბევრი იმადგან დღეს სასულიერო პირი არის, მეგობრობა გრძელდება, ხო? ამიტომ ჩემთვისაც ეს უცხო იყო და ეს არ მიკვირს მე და ადამიანმა არ იცის ციხე და ნუ არ იღებს თან ადამიანს ხო რა არის არ უნდა მიიღოს ცუდი და რაღაცნაირად დისტანცირდება და მისთვის ციხე და პატიმარი მაინც ასოცირდება ცუდთან და ნუ მას არ ეხება და შეეხო მე რო ეთკინა სხვანაირად იმას ხნა ხო ესე რომ არც მაგას უნდა არც მან უნდა გავაკვიროს შეულებრივი ადამიანური არაფერი ადამიანური ეკლესიას ეგ აქვს მამაო კარგი რომ ეგრევე გეხება აი ვიღაც გაჭირებული გეხება აი ვიღაცებს უკითხონ ხშირად რომ მღვდელზე მართლა ით რაღაც თავს ვიკლავ ხოლმე რომ მღვდელზე რო ვინმე რამე თქვას აი რა ვიცი აი ყველანაირად ვთილობ ხოლმე ხო რა თქმა უნდა რაღაცები შეიძლება ყოველ გარკვეულ სიმაღლეზე ადამიანები ვარ და რაღაც აბა წარმოიდგინეთ ხა ადამიანები არსებობენ რომელსაც აი კარგს არავინ არ უყვება ყველა მიდის და ამდენ ცუდს უყვება ამდენ ძიმე რაღაცას იღებს და მე ეს შეიძლება ვერ დაიტიოს და სხვანაირად მოიხარშოს ამ იმაში და ანუ არც უნდა იყოს არც გასაკვირი უნდა იყოს და ვიღაცები არიან ვინც ვერ იტევენ ხოლმე და აი მაგიტომ არის ხოლმე მამაო რა ესე ხშირად ზედაპირულად ეს პატიმარი იქნება მღვდელი იქნება თუ ნებისმიერი პედაგოგი იყოს თუ გინდათ ხო არ უნდა იმას რომ თან ეხა შენ რომელიც სიტყვაზე ხა ზედაპირულად ესე განიხილავ ეგრე არ არის შენ იმის ცხოვრებას უნდა ჩაყო ჩვენი პრობლემა რა არის იცით მამაო აი სამართალდამცავების ყველასი მამაო აი სახელმწიფოსი ყოველთვის რომ იმ ადამიანს რო რაღაცას დააშავებ იმას კი არ ეკითხებიან აქამდე რა მიგიყვან არ მაინტერესებს და 10 წელი დაუტყა ახალგაზრდებს როგორ შეიძლება შენ კითხე იქნებ იქ აი რაღაცა დანაშაული პატარა ტკივილი სადღაც ქონდა და იმან მიიყვან აი ჩვენი პრობლემა ეგ არის და ეკლესიასაც მაგიტომ მევძვიან ეკლესიას უმაგას გეკითხება რომ აი აქამდე როგორ რა მოგიყვანა არაუშავს დაგიდგებით ესე ვქნათ ისე ვქნათ და გასწორებინებს და ამათ არ იმაშვებოთ მაგრამ რა კარგია შენ ხა რაღაც ხელში ჩაქუჩი გიჭირავს და ყველა გეჩვენება ლურს მნა და აჭედებ რა კაი ეგ დაარტყავს უცბად 12 წელი იმაზე აბა იმის ცხოვრება ნახე 18-ის რო არის და 30-ის რო უნდა გამოვიდეს ხო და მე საყამოს დაჯდება ეს ან მოსამართლეან პროკურორ ნებისმიერი რა ვიცი ვინც აშავებს მაგ ყველაფერს და დაიწყებს ისა სადღეგრძელოებისას და თავის შვილს მოეფერება და აი უბრალოდ მან ხოლმე გახსენდეს ეს ხო რომ ვიღაცის შვილი ვიღაცის დედა გაწირე ვიღაცის ის და მე დედის დღეს ყვავილს უყიდი დედაშენს ის გაიხსენე იმის შვილი რო გაწირე ვიღაცის შვილი ხო შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო ეს ხო არ შეიძლება მე ამას ყოველთვის იმაშვები და აი არასოდეს ყოველთვის აი ღმერთმა დაგვიფაროს რომ რაღაც თანამდებობა რაღაცა ჩვენ ხელში მოხდეს იმიტომ რომ მართლა საშიში არის უკვე იმიტომ რომ ვერ გამოიყენებს სწორად და ზეცას აუცილებლად დაგაშორებს და ეს ყველა მიცოდეთ რომ ხანდახან შეიძლება პატიმრობა ჯობდეს იმას რომ სადღაც გარეთ ძალიან მაგრა იყო იმიტომ რომ იმ მაგრად ყოფნაში საერთოდ ადამიანი აღარ გახსენდება რა არის მამაო ეგრე და ხო უთქვამ თქვენთან ბევრ პატიმარს მამაო თქვენთვის რო ის რომ სიტყვაზე აი ხლა დავფიქრიო თურმე რას ვაშავებდი ან თურმე სხვებიც ყოფილან დაინახა
ეს და რა მხელა ის არის მამა ბოლო 10 წუთი დარჩა და რას უჩვევთ ადამიანს მე არ მინდა რომ ხმა მოიღო იმიტომ რომ ეს ის იმედი თემა ხო ჩემთვის რომ სულ შემიძლია ვილაპარაკო მე კიდე თქვენ მინდა რომ ილაპარაკოთ იმიტომ ძალიან უყვარხართ მართლა პატიმრებს და ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხარ მამა ძალიან დიდი მადლობა იმსაც რომ მობზანდი და იმედია რომ რაღაცა ისეთ სახეს მიიღებს ეს გადაცემა რომ სულ ყოველთვის თუ ორ თვეში თუ როცა მოახერხებთ ხოლმე მობზანდებით ხო ნუ რა კიდევ ერთხელ გამეორდები ხოლმე ერთ რამეს სადაც აი პირველივე შეხვედრა პატიმართან სადაც პირველად ხვდები და ერთმანეთს ვეცნობდით არასოდეს არ დაკარგონ იმედი და არ დანებდნენ წარმატებული არის მხოლოდ ის ვინც არ ნებდება ცხოვრებაში ხშირად ხდება ადამიანები ვართ ასო წარგოთებაში ვარდებით აი არის ბევრჯერ აი დამთავრდა არსაიდან გამოსავალი არ არის სიბნელეში ხარ და უცებ პატარა ნათელი ჩდება ეს პატარა ნათელი რომელიც შემდეგ ცისკოლდება და დიდი ნათება შემოდის ხო ეს განსაკუთრებით იგრძნობა საპატიმროში ადამიანი შედის და იქიდან შეხედავს პირველ რიგში თავის თავს გარე სამყაროს სადაც იყო და ალბათ როგორც ჩვენ არ ვაფასებთ ბევრ რაღაცას დღეს რომ თავისუფლად დავდივართ ისე არ აფასებდნენ ისინიც სანამ გარე დადიოდნენ მაგრამ დღეს უცხონაირად აგიქვამენ თავისუფლებას უცხონაირად ცდილობენ რომ დაალაგონ წარსული რომ მომავალზე იფიქრონ ბევრ შემთხვევა მქონია რასაც აი გამოსულა ცოტა ხანი ყოფილან გარეთ რაღაცა და ისე მინახია ყველაზე ძნელი არის რომ გამოდიან შემდეგ გამოვიდა 3-4 წელი გამიშლება რამდენიც და ის რო დაიჭირეს რომ გამოვიდა ის იქ გამოვიდა იმ დაბრუნდა იმ დროს და დაიჭირა და ცხოვრება ხო არ ჩერდება ცხოვრება მიდის ძნელია დაწება ამ განვლილი წლებისა და მე როგორ ახდება რაღაც ვერ აიწყო რაღაც სამსახური ვერ შევა რაღაცის და ესე მოხვდა იქ გარემოებაში და სამწუხაროდ ესეთი მაგალითებიც არის მაგალითად რო ხვდები ქუჩაში დამიძახება რაღაცა ხვდები რომ მიცნობენ ხო თქი საიდან სადისვენებდი ხო ეს რამასად რომ მომეტყვია რაღაცა და მეთქი ხო ვიცი რომ ეკლესიაში დადიოდნენ იქ ეჟერებოდნენ და დადიხართ ეკლესიაში ხო მეორობ რა ხვი არის ხა ჩემთან არა კვირის წილობას მხოლოდ რესურსების უყოლას რო გახვალთ გარეთ არაფერი მხოლოდ კვირის წილობას მიდით და ღმერთის მადლობელი ყავით მადლობა უთხარით ღმერთს რას ვაკეთებ წილვაზე ისევ ჩვენთვის ვთხოვთ ხო უფალს ხო ჩვენ ოჯახის წევრები მეგობრები ახლობლები კარგად იყვნენ ჩვენი მიცვალებულები სასუფეველში იყვნენ ხო მაგრამ მადლიერება ყველაზე დიდი იგრძნობა არის მადლიერება და ამას ხო ყველა პატიმარს ვინც ეს ციხეში არის სადაც უთირობა მაქვს რომ გამოხვალთ კვირის წილვა აღდგომის 2 დღეა კვირა დღე მადლობა უთხრათ ღმერთს აბა ერთი ვადიდოთ მე ეს ფასკლაშორის ერთმა პატიმარმა რაღაც საუბრობდით და ჩვენ ვართო ციხის მეგობრები ყავსო ჩვენ სკოლის მეგობრები ბაღის მეგობრები უნივერსიტეტის მეგობრები ვართო ციხის მეგობრებია ხო და რო გადიან უკვე ხო ციხეში ვართ ადამიანთან მოხამე რომ შენ კლასს ყოველდღე ხო არ ხედავო არა გახსოვს ხო გახსოვს შენ უნივერსიტეტის მეგობრები ხო ხშირად ვერ ხედავ წლები არ გინახე ისე ვართო ჩვენ სულამად ციხის მეგობრები ვართ და თქი ჩემი თავი გენაცვალოს მაგრამ ერთი რამეს თქო მეთქი კვირა დღე რო გამოხვალთ აი მორწმუნე არ უნდა იყოს ციხის უნდა იყოს სრულიად როგორ რაღაცა იცი უცა ჩვენ პატიმართან რო შევდივარ და მას ვაზიარებ ჩვენ მას ვკითხავთ ავადმყოფის ლოცვას ზიარების სენსოიც ავადმყოფი ნუ გათანაბრებული არის პატიმარი ავადმყოფთან ხო ნუ და ეს ავადმყოფი გამოჯამთელდება სამწყობ აღარ ახსოვს მერე ეს ხო ჩაულებრივია ეგას სწორი ხო ჩაულებრივია იმიტომ რომ მას უნდა დაივიწყოს ის ტკივილი რაც იქ ნახა უბრალოდ მე ყველას უნდა კარგი უბრალოდ კვირა დღე
პირადღე რომ ყველაზე დიდი განსაცდელი ჟამს, როდესაც შენ ყველანაირი გზა დაიკეტა შენთვის და დარჩი შენ თავთან მარტო და ერთადერთი ღმერთია მარ მიგატოვა იმის იმედი რომ ღმერთ შენთან არის და ამ იმედს ჩამოკიდებული დღეს კარგად ახარ მადლობა უთხარი ღმერთს ამისთვის და კვირას მოდი ტაძარში წირვას და ეს არის არ არსებობს მადლობა ღმერთს დღეს თითქმის ქუჩა არ არსებობს ტაძარი არ იყოს ხო სოფელი არ არსებობს ტაძარი იყოს სადმა არის მაგის საშუალება რომ მიხვიდე და ეს რო წირვა სანთელი დაუთხრა ღმერთს მადლობა უთხრა რომ ეს განსაცდელი გაიარე ღირსეულად ღმერთის შეწევნით და შესთხოვფას რომ ხვა მშვიდობიანი დღე გაგითენოს მე მინდა ყველა პატიმარს კიდევ ერთხელ მოვეფერო მოვესიყვარულო ვისანაც მქონია ურთიერთობა მის მისნოს ვისანაც უბრალოდ შეხება მქონია დაუნახება ხო ახლა ციხეში არაფერი არ იმალება ციხე ესეთი უნიკალური ადგილია ხო მართლა სარკეას ამიტომ შეიძლება ივცილოთ გავაკეთოთ ბევრი მაგრამ უფრო მეტი ზაკეთება ალბათ შეგვიძლია ხან ვერ ვახერხებთ ხან რაღაცა ხელს გვიშლის ჩვენც ადამიანები ვართ მაგრამ ის რომ ისინი იქ არიან და არ გვახსოვთ ან მეორე ხარისხოვანი ხალხი არის ეს არის არა პირიქით ღირსეული ღირსეული საზოგადოების წევრი არიან რომელიც დროებით განსაცდელში არიან რომ ყველაზე დიდი ადამიანს ღმერთმა რა მიცა პირველი სიცოცხლე და მეორე თავისუფლება ამ თავისუფლებაზე შეზღუდულები არიან როგორ არიან რა არიან ეხლა მოსამართლემ ბევრი მიცა თუ პროკურორმა უფრო მეტი მოითხოვა ეს არ არის ჩემი საქმე ეს ღმერთი განჯეს ღმერთია ხო მაგრამ ის თავისუფლება შეზღუდული არის ის უკვე განსაცდელშია ის უკვე ცუდად არის და მას რითაც შეგვეძლება რა თქმა უნდა ყველაზე დიდი არის სიტყვით უნდაშოთ ყველაფერი კარგად იქნება ესეც გაივლის ხო სოლომონ მეფის ბეჭედი არის ესეც გაივლის ყველაფერი გაივლის შევა მხოლოდ ღმერთი და ღმერთთან ვიყოთ და იმედი იმისა რომ უფალი არ მიღატოვებს არის უტყუარი ამიტომ ღმერთმა ყველანი დალოცოს მაგრამ ყველანი მშვიდობა მისცეს ჯანმრთელობა პირველში ყველა პატიმარს პირველს ვეკითხები და ხომ ხარ ჯანმრთელად და მხნეთ ხომ ლოცულობთ ხო რომ ყველა თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ ჯანმრთელები და ახსოვდეთ რომ რაც არ უნდა კარგად იყვნენ იქ მაინც გარეთ თავად ოჯახში ყოფნა ჯობია რა თქმა უნდა, კარგად იქ ვინ არის ტკივილი, ამხელა დარდით იძინებს რაღაცა ადამიანი და ჩვენც აქედან გაუთხილთ რაღაც ხშირად ხდება ხოლმე, რომ და გეხვეწებით, აი პატიმარი რომ აღარ ხართ, მაშინაც პატიმრები დარჩით, რომ გამოხვალთ, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ციხიდან გამოხვალთ და მე ის აღარ გახსოვთ ხოლმე იქ რაღაცა შეიძლება დაივიწყოთ იქ რომ არა გამოხვალთ, პატიმარი იმიტომ ხდები, რომ ის უნდა გახსოვდეს ყოველთვის, აი რომ გამოხვალთ ნებისმიერი 2-3 პატიმარი აირჩიეთ ხოლმე და იმათზე ისრუნეთ აქედან მატერიალურად იქნება ფიზიკურად თუ რა ვიცი როგორ შეგიძლია შე შემთხვევაში ესე ხდება ხოლმე კი და ძალიან ცუდია მე არ ვაფასებ მაგას იმიტომ რომ მაგ ადამიანს მაგით ვაფასებთ მე რომ ერთმანეთზე ზრუნავენ გამოდიხართ გარეთ ცხოვრება მისი არ გაგიტაცოთ რომ დაგავიწყდეთ ვის რომელი გორიდან იყავით იქამდე რა ეს გეხვეწებით ხშირად ხდება ჩემს მასში აი გარეთ ვარიან 2-3 კაცმას მინიმუმ რაც შეუძლიათ რომ გვერდში დაუდგენ რომ არ ძნობინო რომ ამაზე ისინი ფიქრობენ და აუცილებლად გეხვეწებთ იმიტომ მე მილიციას ვთქო რომ კარგად მოიქცეს პატიმარს და ეხლა თქვენ რამდენად მოგეთხოვებათ წარმოიდგინეთ პოლიციასაც კი მოეთხოვება და სახელმწიფოს და ყველას და ყველას დაუპირისპირდები რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ღვთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ არავინ არ ღმერთმა სიკეთე მოცეს და ღმერთმა აგახაროს ღმერთმა შეიწირო შენი ეს კეთილი განზრახვა რომ განსაცდელში მყოფ ადამიანს რითაც შეგიძლია ანუ გეშებ და იმეც აძლევ იმეც იმის რომ დავიწყებული არ არის
სულ იქნება მოის გადაცემა და ერთმა გავუწყოს და ერთმა ხელი მოგიმართოს. დიდი მადლობა. სხვათაშორის რაღაცნაირად სულ არის ხოლმე ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა ხანის მოხდება ხანის, მაგრამ აი თქვენ რო ხართ, მაგის გამო ყოველთვის არის ხოლმე ის მადლი რომ მღვდლები მოდიან აქ რაღაც ამ ტელევიზიას ამდენჯერ ემუქრებოდა ხან დახურვა ხან რაღაცა, მაგრამ მაინც არსებობს, იმიტომ რომ თქვენთვის არის ეს და ღმერთი იცავს რაღაცნაირად და მადლობა ღმერთს რომ ხართ თქვენც მამო, მადლობა ძალიან დიდი ბევრი რამ გაქვს. დააგლოსოთ უფალმა ღმერთმა და გახაროთ. უღრმესი მადლობა, მამო, ძალიან ბევრი რამ გაქვს გაკეთებული და ყველა პატიმარს განსაკუთრებით მოგკითხავთ ბედნიერება სიხარულის გვის. გალოცოს ღმერთმა ყველა სიკეთე მიცეს, ახლა ფერისვალების დღესასწაულს ველოდებით. იქნება 19-ში და ყველას გონებაში ფერისვალება ყოფილიყოს და ღმერთი ეხილოს ყველას. ძალიან დიდი მადლობა, მამო. აი ესე აუცილებლად მინდა რომ სულხან გორგაძე არის შემოქმედის ეპარქიაში, არის უხუცესი სტიქაროსანი რა, ძალიან მაგარი ადამიანი არის, თურმე არც ერთ ჩემ გადაცემას არ ტოვებს თითქმის და მამა გიორგი ვაშალომიძე მითხა, რომელიც მართლა მშობლებს მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით მამას განსაკუთრებით და დედას და მითხრა ამ ადამიანმა რომ შემოქმედის ეპარქიაში არის უმაგრესი სტიქაროსანი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ის სტიქაროსნობს თურმე ეკლესიებს ული და რაღაცა და აი იქიდან აი ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემი და დიდი მადლობა მინდა უთხრა და მოვიკითხო ეს ადამიანი ბატონი სულხანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაუზდია თურმე ისეთი ღირსეული ქართველი და ქრისტიანი, რა თქმა უნდა და პატიმრებო არ მოიწყინოთ, ეს გადაცემა კვირას აუცილებლად განმეორდება საღამოსკენ და 1 საათში ზუსტად 8:30-ზე მამა გიორგი ჩაჩავასთან ერთად დაგიბრუნდებით. მამო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ და მამა აკაკის მოვიკითხავ აუცილებლად თქვენი მოძღვარს მელიქიძეს, რომელიც არის ჩემთვის უსაყვარლესი და უდიდესი ადამიანი, ერთ-ერთი საქართველოს მარგალიტი, რომელსაც საქართველოს უჭირავს, აი ის მართალი არის, ღმერთმა რო თქვა, ხო იცი, აი რამოდენიმე მართალი რო ნახო, ერთ-ერთი მართალი ის არის, აი მაგის გამო არის რომ საქართველოს არ იღუპება. სიყვარულის და სიმდაბლის განსახიერება. და აუცილებლად მოვიწვევ ჯანმრთელობას უსურვებ და მოგვიხსენიეთ პატიმრებო განსაკუთრებით მამა აკაკი, მამაოც და მეც და ყველა ის ადამიანი, ვისაც უჭირს. კარგად ზამთრობთ. გაყურთო და გახაროთ. დიდი მადლობა. არც და იყოს.